მოგესალმებით კოლეგებო. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს, რომ კომიტეტის ხმა დავიწყოთ. მადლობთ. წარმოგიდგენთ დღის წესრიგს. პირველი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი წიაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქიძე. გთხოვთ ქალბატონი. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ პირველი მოსმენის წიაღის შესახებ კანონში ცვლილებებს. შინაარსობრივად ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და მოკლედ მოგახსენებთ. მოთხოვნილი იყო კანონიდან ორი მუხლის ამოღება, ეს არის მე-20 მუხლი და ეს არის 23 მუხლის მე-4 პუნქტი. გარემოს დაცვის კომიტეტის შენიშვნა იყო, რომ გავაკეთოთ მოდიფიცირება, რასაც ჩვენ დავთანხმდით. შინაარსი მდგომარეობის შემდგომში, რომ დღესდღეობით თვითონ წიაღის ლიცენზია, როგორც ასეთი, თავის დროზე იყო როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და ცალკე გამოიცემოდა. დღესდღეობით განვითარდა ეს ელექტრონული მიმართულებები, პორტალი და ამ ლიცენზიას ჩვენ მატერიალური სახით, ასე ვთქვათ, აღარ გამოვცემთ ცალკე დოკუმენტად, აღარ გვჭირდება. ანუ გამოიცემა ჩვეულებრივ ადმინისტრაციული აქტი ლიცენზია ბრძანება, რაც სავსებით საკმარისია აუქციონში გამარჯვებულისთვის და მას ეს დოკუმენტი ექნება. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ გარემოს დაცვის კომიტეტის შენიშვნა და უბრალოდ მითითება კეთდება, რომ ლიცენზია გაიცემა, ლიცენზიების ნებართვების შესახებ კანონით გათვალისწინებული წესით, სადაც ეს ელექტრონული საშუალებები პირდაპირ არის მითითებული. რაც შეეხება 23 მუხლის მე-4 პუნქტს, ამ შემთხვევაში აქ იყო კანონში იყო ჩარჩენილი, რომ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხებოდა საბადოთა დამუშავების სქემებს, მტკიცდებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. რეალურად ეს ტექნიკური რეგლამენტი დღესდღეობით დამტკიცებულია მთავრობის დადგენილებით და შესაბამისად აქაც ცვლილების სახით განხორციელდება. პუნქტი არ იქნება ამოღებული და მითითება გაკეთდება, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ამტკიცებს მთავრობა. 2014 წელს იქნა მიღებული. ასევე მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მომსახურების საფასურებზეა პრობლემა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე წიაღის ეროვნული სააგენტო ერქვა, შედიოდა გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. 2017 წელს მოხდა გამიჯვნა და აღნიშნული სტრუქტურა მიემატა, ასე ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტროს ცალკე სიპის სახით. და იმ დროიდან მოყოლებული მომსახურების საფასურები არის ჩარჩენილი, ასე ვთქვათ, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სიპის მომსახურების საფასურებში. ამიტომ შემოთავაზებაა, რომ გაიმიჯნოს და წიაღის სააგენტოს თავისი დადგენილებით მთავრობამ დაუმტკიცოს, ცვლილება არაფერი არ შედის და მომსახურების საფასურები ეხება მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზიის დაჩქარებული წესით გაცემას. ანუ რაც არის გათვალისწინებული, ისევ იგივე იქნება გათვალისწინებული, ცალკე აქტით დამტკიცდება. სულ ეს იყო გარემოს სიპის მომსახურების საფასურები და ეკონომიკის სამინისტროს სიპის საფასურები ერთი აქტით არის დამტკიცებული. და დღესდღეობით სათაური ქვია, რომ გარემოს მომსახურებები და ანუ ტექნიკურად გასასწორებელია, ჩარჩენილია უბრალოდ. გით რამე კითხვები ხომ არ გვაქვს? კარგით, უღაროთ, ხო? გთხოვთ უღაროთ კენჭი აღნიშნულ. მადლობა. წარმოგიდგენთ მეორე საკითხს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქიძე. გთხოვთ ქალბატონი ნინო ისო. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით აქაც ლიცენზიების ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებას მე-18 მუხლის მე-9 პრიმა პუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით. ეს არის შინაარსობრივი ცვლილება, როგორც მოგეხსენებათ დღეს მოქმედ კანონში აუქციონის გამოცხადების ვადები არის დიფერენცირებული, ზოგისთვის არის დამტკიცებული 15 დღე, ზოგისთვის 30 დღე, რაც ვფიქრობთ, რომ ბიზნესისთვის არახელსაყრელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ შემოგთავაზოთ, ანუ მინიმალური ვადა იყოს 10 დღე,
ამაზე ჩატარდა RIA, რაც დადებითად სექტორმა ასე ვთქვათ მიიღო და გთავაზობთ, რომ იყოს მინიმალური ვადა აუქციონისთვის 10 დღე, ხოლო სხვა შემთხვევებში სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, რომ ეს ვადა გაზარდოს კონკრეტული რესურსიდან გამომდინარე. ანუ თუ დაუშვათ საერთაშორისო აუქციონი იქნება გამოცხადებული, შეგვიძლია ავიღოთ 1 თვეც, 2 თვეც და ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკაში ძირითადად 10 დღე, მაგალითად, ქონების სააგენტოს აქვს 2 კვირა, შეუძლია 7 დღიანი ვადაც. ქონების სააგენტოს შემთხვევაში აუქციონის ვადებს თვითონ სააგენტო ადგენს, მაგრამ აქ გთავაზობთ, რომ კანონმა განსაზღვროს მინიმალური 10 დღიანი ვადა და უნიფიცირებული იქნება ყველა ამ სექტორში, ასე ვთქვათ, მოღვაწე ბიზნესისთვის ეს ვადა. მოგესალმებით, ანუ 10 დღიანი ვადას გთავაზობთ, მაგრამ ეს არ არის ფიქსირებული ვინაიდან თუ საერთაშორისო მიმართულებით არის უფრო ვადის გაზრდა, შეიძლება თქვენ თვითონ დააკორექტიროთ, ხო ეს არის? დიახ. ანუ 10 დღეზე ნაკლები არ იქნება. არანაკლებ 10 დღისა და საერთაშორისო მიმართულებით თუ რამე გამოიკვეთა, მაშინ თქვენ თვითონ შეიძლება განსაზღვროს 20 დღე, 30 დღე და ასე შემდეგ. ლიცენზიის საჭიროების სამეფ, ხო? მადლობა. დაახლოებით იგივე შენიშვნა ჰქონდა ჩვენს კომიტეტის ფარგლებში და დავასტანდარტოთ, რომ 10 დღე არა ნაკლებ 10 დღისა ვითვალისწინებთ და დანარჩენი თვითონ ისა რა ქვია სამინისტროს გადაწყვეტილებით თუ საჭირო იქნება მეტი რის. გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს უყაროთ. მადლობთ, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი გაბუნიას, ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი გიორგი გაბუნია. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით კოლეგებო. წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტს, რომელიც ეხება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს. კერძოდ დღეს არსებული კანონის რედაქციით 37 მუხლის მეორე პუნქტით მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად კანონში შემოგვაქვს ახალი, ასე ვთქვათ, ტერმინი, ეს არის კულტურული შემოქმედებითი რადიო მაუწყებლობა, რომელიც პირველი მუხლის B ქვეპუნქტის X 24 პრიმა ქვეპუნქტის შესაბამისად დაემატება შემდეგი შინაარსის კულტურული შემოქმედებითი რადიო მაუწყებლობა, რომელიც იქნება განმარტებული შემდეგნაირად ამ კანონის დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული რადიო მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში ასევე შევა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება ლიცენზიისა და სანებართო მოსაყრელის შესახებ საქართველოს კანონში, კერძოდ პირველ მუხლს დაემატება B პრიმა პუნქტი, სადაც იქნება განსაზღვრული კულტურული შემოქმედებითი რადიო მაუწყებლობისთვის ლიცენზიის ღირებულება 2000 ლარის ოდენობით და ასევე საქართველოს კანონში ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ პირველი მუხლის 14 პრიმა მუხლში დაემატება კულტურული შემოქმედებითი რადიო მაუწყებლობის ლიცენზია. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს კულტურის სფეროში არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, კერძოდ კულტურული შემოქმედებითი დაწესებულებებისთვის რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის უფლების მოპოვების შესაძლებლობის მიცემას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განავითაროს კულტურის ის მნიშვნელოვანი დარგები, რომელიც ამჟამად, ასე ვთქვათ, ვითარდებიან, მაგრამ პოპულარიზაციის თვალსაზრისით და ასე ვთქვათ, მუდმივი არენის გაჩენის თვალსაზრისით რადიო მაუწყებლობა იქნება მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი. და შესაბამისად ვითხოვ მხარდაჭერას ამ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულთან ჩვენ კომიტეტის ფარგლებში ერთი შენიშვნა გვაქვს და გეტყვით კომიტეტს შეწონილად მიაჩნია მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტში დაკორექტირდეს რა იგულისხმება კულტურულ შემოქმედებით დაწესებულებაში.
რადგან კანონპროექტის შემოთავაზებულია ტერმინი კულტურულ შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, ხოლო კულტურის შესახებ საქართველოს კანონი იცნობს ტერმინს კულტურის ორგანიზაცია. კი ბატონო, ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და რა თქმა უნდა გავაგზავნეთ მსჯელობას ამ საკითხზე. ჩვენი სწორება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სწორედ გულისხმობს საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის შესაძლებლობის გაჩენას, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროების სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის იგივე უფლების მინიჭება. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობთ და არაზოგადად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ისედაც აქვთ ეს უფლება და შესაბამისად, აქ ეს არეალი ამ შემთხვევაში მხოლოდ გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ამ უფლების მინიჭება გულისხმობს დაზუსტებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. გთხოვთ კენჭი უყაროთ საკანონმდებლო ინიციატივას აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით. მადლობთ. შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ქრივიშვილი. გთხოვთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს საჰაერო კოდექსში შესატან ცვლილებებს. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების შემოწმებას ალკოჰოლურ ნივთიერებაზე უშუალოდ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ, რაც ამ ეტაპამდე ხორციელდება უშუალოდ ავიაკომპანიების მხრიდან. კანონში ასევე შედის რიგი რედაქციული და ტექნიკური ცვლილებები, კერძოდ რედაქციულად იცვლება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტება, რომლის საფუძველზეც სააგენტო გარდა წონის კრიტერიუმისა დამატებით განსაზღვრავს ტექნიკურ მახასიათებლებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის. ცვლილება ასევე ეხება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებს, კერძოდ მოქმედი რედაქციით საჰაერო ხომალდის გასხვისება უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე არის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი, რაც პრაქტიკაში არ მუშაობს ამგვარი ფორმით, ვინაიდან უცხო ქვეყნის პირზე საჰაერო ხომალდის გასხვისება აპრიორი არ შეიძლება იყოს მისი დერეგისტრაციის საფუძველი. თუ აღნიშნული ხომალდი სარგებლობის უფლებით დარჩა ძველი მესაკუთრის ექსპლუატაციის ქვეშ, ახალი რედაქციით უკვე საჰაერო ხომალდის დერეგისტრაცია განხორციელდება უშუალოდ მესაკუთრის მოთხოვნით. წარმოდგენილი პროექტით ასევე გათვალისწინებულია რიგი მუხლების ამოღება, რომელიც ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, კერძოდ მიზანშეწონილი ამოღებულ იქნას 29 პრიმა მუხლი, რომელიც ეხება საავიაციო პერსონალის სპეციფიურ და ფორმის ტანსაცმელს და ამ ტანსაცმლის ნიმუშების ნუსხის დამტკიცება სააგენტოს მიერ რეალურად და პრაქტიკაში აღნიშნული სპეციალური ფორმები მზადდება უშუალოდ ავიაკომპანიების ან საწარმოების მხრიდან და ცხადია არ თანხმდება სააგენტოსთან. ასევე ამოღებას ექვემდებარება მოძველებული შინაარსის მქონე რიგი ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჰაერო გადაყვანა, გადაზიდვის და ფრენის მომსახურების ნიხრის დადგენას და ჩარტერის ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ პირობების განსაზღვრას. ვინაიდან სახელშეკრულება ურთიერთობები წესრიგდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამდენად ამ ნორმის შინაარსი არ შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას და მათი არსებობა საჰაერო კოდექსში ბუნებრივია, რომ მიზანშეწონილი არ არის. ასევე ამოღებას ექვემდებარება 65 მუხლი, რომელიც ეხება სპეციალურ საჰაერო გადაყვანა, გადაზიდვას, რაც საერთაშორისო სტანდარტით და მოქმედი კანონმდებლობით აღარ რეგულირდება. დიდი მადლობა. კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ კი პასუხოთ. კითხვები თუ გვაქვს? კარგი, თუ არ გვაქვს კითხვა? საერთაშორისო სტანდარტთან არის ეს მიახლოებული. მაინტერესებს საერთაშორისო სტანდარტთან არის ეს მიახლოებული, რამე მოთხოვნა ხო არ არის კონკრეტული, ვინაიდან კანონი ასე ფორმულირდება? სრულად საავიაციო სექტორში საქართველოში სრულად ვართ დაერთებული ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისად ყველა ის რეგულაცია მათ შორის, რომელიც ახლა დღეს გავაჟღერეთ, უკავშირდება საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის სრულ სინქრონიზაციას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. მადლობა. ძალიან კარგი. მაშინ მუხლობრივ განხილვას გადავიდეთ. მუხლი პირველი ცვლილებები თუ არის ცვლილებები მუხლი პირველი. მუხლი პირველი პუნქტი X31 ქვეპუნქტში ტერმინთან განმარტება, კერძოდ ზუსტება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინი. მუხლი მეორე უცვლელი რჩება. კარგი. გთხოვთ
კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. მადლობთ. მადლობა. მადლობა მარიამ. მეხუთე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე. გთხოვთ ბატონი გენადი. მადლობა ბატონო შუთა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებით ინფორმაციას 2004 წელს შეუერთდა საქართველოს ლისაბონის შეთანხმებას, რომელიც არის ადგილწარმოშობის დასახელებების მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულება. ლისაბონის შეთანხმება ეხება მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებებს და იცავს წევრ ქვეყნებში საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებს. 2015 წელს ჟენევაში მიღებული იქნა ადგილწარმოშობის და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი. ხოლო აღნიშნული აქტი ძალაში შევიდა 2020 წელს 26 თებერვალს კერძოდ და გააფართოვა დაცვა კერძოდ გარდა ადგილწარმოშობის დასახელებებისა, ასევე ის გავრცელდა გეოგრაფიული აღნიშვნებზეც. გეოგრაფიული აღნიშვნების ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას, მაგალითად საქართველოში რეგისტრირებული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებია ხვანჭკარა, წინანდალი, ახალშენი, ქინძმარაული, მანავი, ოკამი და სხვა, ასევე მინერალური წყლების, როგორც არის ნაბეღლავი, საირმე, ბორჯომი და სხვა, ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნებია ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და სხვა პროდუქცია. ლისაბონის შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს დავიცვათ მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებები, როგორც აღნიშნე, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა, როგორც არის მაგალითად ქვევრი, ვერ ხერხდებოდა. მნიშვნელოვანია ქვევრის დაცვა ქართული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის რაც ეფუძნება მისი როგორც ქართული წარმოშობის საღვინე ჭურჭლის რეპუტაციას და ის საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია. ჟენევის აქტს დღევანდელი მდგომარეობით ყავს ჯამში 35 ხელშემწყობილი მხარე, მათ შორის არის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირი მათ შორის და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება. ამით ლისაბონის სისტემის მონაწილეების შესაძლებელია როგორც ადგილწარმოშობის დასახელებების, ისე გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ახალ მნიშვნელოვან ბაზრებზე. ჟენევის აქტი მიღებულია ლისაბონის სისტემის მოდერნიზების მიზნით, ასევე იმ მოსაზრებით, რომ გარკვეულ პირობებში საერთაშორისო ინსტრუმენტი დაცული იყოს მეტი პროდუქტი, საერთაშორისო რეგისტრაციით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული საქონლის ან მომსახურების იდენტური, მსგავსი, ასევე განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მოსანიშნად, რომლის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული საქონლის ან მომსახურების იმიტაციის აღკვეთა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც შემოიღო ჟენევის აქტმა, არის ხელშემწყობილი მხარეების შესაძლებლობა შეიტანონ ერთობლივი განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციაზე, როდესაც ის გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც წარმოშობილია ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიულ არეალიდან. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ჯამში რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშობის დასახელება და 30 გეოგრაფიული აღნიშვნა. ლისაბონის შეთანხმებით, ანუ არსებული შეთანხმებით, რომელზეც საქართველოს დღეის მდგომარეობით არის მიერთებული, სულ დაცული აქვს 28 დასახელება ადგილწარმოშობის, მათ შორის არის ღვინის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებები. ჟენევის აქტის საშუალებას გვაძლევს გამართული სამართლებრივი მექანიზმით დავიცვათ ასევე გეოგრაფიული აღნიშვნა. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 30 ესეთი გეოგრაფიული აღნიშვნა. ჟენევის აქტთან შეერთებით საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა გამართული და მოქნილი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით დაიცვას როგორც რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები, ისე გეოგრაფიული აღნიშვნები. ამასთან საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის ფაქტის გათვალისწინებით აქტი მართალია გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ვერ მოხდება მისი გამოყენება, შესაბამისად მიზანშეწონილია რომ გაკეთდეს დეკლარაცია აღნიშნულის თაობაზე. მზადვარ კითხვების შემთხვევაში გავცი პასუხი. მადლობა. მადლობა ბატონო გენადი. თუ გვაქვს კითხვები?
რომ გენადი ძალიან საინტერესო არის ლისაბონის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს დაეცვა 28 მათ შორის ღვინისა და მინერალების ანუ თუ იგეგმება გაფართოება ამ მიმართულებით ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დიახ ადგილწარმოშობის 28 დასახელება დაფარული ლისაბონით თუმცა ჟენევის აქტით უკვე სრულად დავფარავთ რადგან აღნიშნული ეტაპობრივად მოხდება რადგან დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაც ანუ თითოეულ დასახელებას უწევს საქართველოს გარკვეული ფინანსური გადასახადის გადახდა და შემდეგ რა თქმა უნდა დაცვა ეტაპობრივად როგორც 28 დასახელების პროდუქცია მოხდა ესევე იგეგმება დარჩენილ პროდუქტებზეც და მათ შორის ამას დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნებით ანუ სრულად მოვიცავთ მომდევნო წლების განმავლობაში კარგით მადლობთ გთხოვთ უყაროთ კენჭი აღნიშნულ მადლობა და კიდევ ერთი საკითხი დაგვრჩა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა მოხსენებელი დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ჯოთა ბერეკაშვილი როგორც მოგეხსენებათ ფრაქციის ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა გახლავთ ბატონი გიორგი ბარვენაშვილის კანდიდატურა გთხოვთ მეგობრებო უყაროთ კენჭი გილოცავთ ბატონო გიორგი წარმატებები და ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა სტაბილი დღევანდელი კომიტეტი დასრულებულია დიდი მადლობა